არასამთავრობო სექტორი პრემიერ-მინისტრს რეკომენდაციებით მიმართავს IDF-ამ რუსული პროპაგანდის საფრთხეებთან დაკავშირებით დღეს ანგარიში გაასაჯაროა, სადაც კონკრეტულ ფაქტებთან ერთად კონკრეტული გვარებია დასახელებული. ორგანიზაცია ხელისუფლებისგან ერთიანი და ადეკვატური სტრატეგიის შემუშავებას ითხოვს. პროპაგანდასთან ბრძოლის და პროპაგანდის გამოაშკარავების ჯგუფი, რომელიც ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას პროპაგანდის შესახებ და ტყუილებზე და ანგარიში ვალდებულ იქნება პრემიერ-მინისტრთან. რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად ჯგუფის შექმნის აუცილებლობაზე არასამთავრობო სექტორი უკვე ღიად საუბრობს. კრემლის საინფორმაციო ომის გამო ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საქართველოს სუვერენიტეტის საფრთხეს ხედავს. დოკუმენტში, რომელიც ორგანიზაციამ დღეს გამოაქვეყნა, იმ სქემაზეა საუბარი, რომლითაც კრემლის მიერ დაფინანსებული არასამთავრობოები მოქმედებენ. IDF-ამ დღეს იმ პოლიტსუბიექტების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა გვარებიც დაასახელა, რომლებიც ორგანიზაციის მტკიცებით რუსულ პროპაგანდას ღიად ახორციელებენ. თანადამაარსებლები არიან ნანადევდარიანი და თქვა სხვა პირები, იქნება ეს პატრონცირე გამომცემლობა, რომელიც შედარებით პრორუსულ განწყობის ტირაჟს იღებს. ყველაფერის მიმართული იყო სწორედ ამ საარჩევნო პერიოდისთვის, რომ მომხდარიყო ლეგალიზება ამ პოლიტიკური პარტიების, რომლებიც ზოგიერთი ღია პრორუსულ კურსს ატარებს, ზოგიერთი ასე ვთქვათ შეფარულად ავრცელებს იმ ნარატივს, რომელიც კრემლის საინფორმაციო ომის ნაწილი არის. ყვარაცხელიას სოციალისტური ბლოკი ის იგივე ბედუკაძის პარტია, რომელიც რეგისტრაციიდან მოიხსნა. ასევე არის სხვა პარტიები, იგივე ნინო ბურჯანაძის გაერთიანება. არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშს არაობიექტურს უწოდებენ ბრალდებების ადრესატები. მათ დოკუმენტის ავტორებს ბრალდებებით ვეუპასუხეს. აბსოლუტური არაპროფესიონალიზმი, ვინაიდან არც ევრაზიული კავშირის, ესე იგი ევრაზიული არჩევანის, ესე იგი თავმჯდომარე ვარ უკვე 6 თვეზე მეტი. ანუ ესე იგი პატრიოტებთან არანაირი შეხება არ მაქვს და ის რომ პრორუსული ვარ, რას ნიშნავს პრორუსულობა? ერთადერთი ორგანიზაცია, ერეკლე მეორე საზოგადოება და პირადად მე ვიყავით მუდმივად, რომელიც რუსეთში ვაფიქსირებდით და ვამბობდით, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორია. ეს ყველაფერი რეალურად არის შედეგი დასავლეთის და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების მეხუთე კოლონის დამანგრეველი საქმიანობისა საქართველოში. არგუმენტები, რომლებიც კვარაცხელიას და ჭყოიძეს გააჩნიათ, მიუღებელია ოპოზიციისთვის. საპარლამენტო უმცირესობა რუსული პროპაგანდის დაფინანსებაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. კრემლის საინფორმაციო ომის ოფიციალურ საფრთხეთ განსაზღვრას ითხოვენ თავისუფალი დემოკრატები. უახლოეს მომავალში არ არის გამორიცხული საგანგებო რეკომენდაციები რუსული პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებით რესპუბლიკელებმაც გამოაქვეყნონ. ბოლო წლების განმავლობაში რუსულ პროპაგანდას პრორუსულ პროპაგანდას საქართველოში აფინანსებს საქართველოს მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და როგორც სულ მცირე ხნის წინ გვაჩვენა ბედუკაძის შემთხვევა, რომელსაც ბიძინავანიშვილი დღესაც ხელფასუხის, როგორც გვაჩვენა წითელაშვილის შემთხვევა, რომელიც დაუშვეს საიდუმლო ობიექტზე, ანტისახელმწიფოებრივი ძალები, პრორუსული ძალები ქართულ ოცნებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ გამოდიან ერთიანი ფრონტით. სახეზია სოკოებივით მომრავლებული არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკური ძალები, რომლებიც პირდაპირ ტელევიზიიდან უწევენ აგიტაციას საოკუპაციო ბაზების გახსნას საქართველოში. რა თქმა უნდა, ვხედავთ საფრთხეს, იმიტომ რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური პარტია, პირდაპირ კამპანიას აწარმოებს, საარჩევნო რეკლამაც კი აქვს ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ასე ვთქვათ, კადრებით. რა თქმა უნდა, ეს არის საფრთხის მომცველი. რუსული პროპაგანდის საფრთხეს განსხვავებულად აღიქვამენ მმართველ გუნდში. სახელმწიფო მინისტრი პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობაზე საუბრობს. მმართველი გუნდის ნაწილი კი რუსულ საფრთხეს საერთოდ ვერ ხედავს. მე ვერ ხედავ ამ გავლენების ზრდას. არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოუწოდებდი, რომ უფრო ობიექტურები იყვნენ. ეს არის საფრთხე და გამომდინარე ამ საფრთხიდან პრემიერ-მინისტრის აპარატში შესაბამისი უწყებებია შექმნილი ჩვენთან სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტი, რომელიც პირველი დღიდან, რაც ევროკავშირში შეიქმნა მსგავსი ქვედანაყოფი ნატოს შესაბამისი ცენტრი გაიხსნა რიგაში, მათთან ერთად კოორდინირებულად და თანამიმდევრულად მუშაობთ, რომ ის მაღალი მხარდაჭერა, რომელიც საქართველოში ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს აქვს, იყოს შენარჩუნებული. რეკომენდაციები კრემლის საინფორმაციო ომის წინააღმდეგ, რომელიც არასამთავრობო სექტორმა გამოაქვეყნა, პრემიერ-მინისტრს ხვალ გაეგზავნება.